მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. ჩვენ მეორე ნაწილში დავბრუნდით და ძალიან საინტერესო სტუმრით, როგორც ყოველთვის, როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის, რომელი საკვები დანამატები მივიღოთ წლის ამ სეზონზე, როგორ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რასაც ზამთრის სეზონი გვიმზადებს. ამ თემაზე სასაუბროთ. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. ჟანა, მოგესალმები, გამოვხატავ ჩემ დიდ სიყვარულს და პატივისცემას თქვენს მიმართ და თქვენი მოსვლა ჩვენ გადაცემაში, როგორც ყოველთვის ლოლიპოპებთან, რაღაც ჩუპაჩუპებთან, ჟელიბონებთან, გაჯანსაღებულ იმუნიტეტთან და ვიტამინებით სავსე რაღაც კვებით დანამატებთან ასოცირდება. მინდა მადლობა გითხრათ ჩვენთან მობრძანებისთვის და მე ვიცი, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად ტყუილად არ ახართ, ხართ ისევე არაჩვეულებრივი სიახლეებით და დიდი შეთავაზებებით, რასაც ჩვენ მოსახლეობას ზამთრის სეზონთან დაკავშირებით თავაზობთ. თქვენი დრო და ეთერი რომ არ დავიჭირო, პირდაპირ დავიწყოთ. რას გვთავაზობთ ამჯერად? მინდა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მადლობა ასეთი სასიამოვნო სიტყვებისთვის, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან სტუმრობა და დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა რაც შეეხება ძალიან მოკლედ ვიტყვი კომპანიის შესახებ, GM Pharma ის არის საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. კომპანიის მისია ზოგადად გახლავთ პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენს მიერ წარმოებული სწორედ ხარისხიანი და ევროპული მედიკამენტებით, ხომ, რომელიც იწარმოება როგორც საქართველოში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება თქვენ რაც აღნიშნეთ და დაანონსებულ აქციას შეთავაზებას, ეს გახლავთ PSP საფთიაქო ქსელში 17 ნოემბრიდან, დღეს დაიწყო 21 ნოემბრის ჩათვლით, სწორედ ევროპულ საკვებ დანამატებზე 1+1 შეთავაზება, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად ერთი კოლოფი დეტრივითის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფ დეტრივითს მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად. ზუსტად რომ განვუმარტოთ რა პრეპარატი ვსაუბრობთ ხომ რასაკვებ დანამატებზე, ამიტომ დავიწყებ მოკლედ ამ ინფორმაციის მიწოდებას. პირველი აუცილებლად უნდა დავიწყო დეტრივითის ხაზით. ჩვენ ახლა D ვიტამინზე ჩვენი მოსახლეობის ცნობიერება საკმაოდ მაღალია, ხო ვიცით. განსაკუთრებით ზამთრის სეზონზეა ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან გადავედით უკვე დახურულ სივრცეებში, მზის ინტენსივობაც ისეთი არ არის. ამიტომ D ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია, სწორედ აი ზამთრის სეზონისთვის, ხომ? და ძალიან ბევრ პროცესში იღებს მონაწილეობას. მათ შორის არის ერთ-ერთი არის იმუნური სისტემაც. რაც შეეხება ფორმებს, რა ფორმებზე გვაქვს ჩვენ ეს 1+1 შეთავაზება, ეს არის დეტრივითი 1000, დეტრივითი 2000, დეტრივითი 5000 და დეტრივითი K2. ასევე დეტრივითი ჟელი, რომელიც საბავშვო ფორმა გახლავთ. დეტრივითი ჟელი 3 წლის ასაკიდან გამოიყენება, ეს არის ჟელიბონი, რომელსაც ხილი სასიამოვნო არომატი აქვს. რაც შეეხება დეტრივით 1000 და 2000 ეს არის საპრევენციო დოზა. აი დეტრივით 5 და 5000-ზე და დეტრივით K-ზე მინდა ვთქვა, განსხვავება რა არის მათ შორის. ორივე არის ექიმის დასანიშნი პრეპარატი, ვინაიდან უკვე სამკურნალო დოზა რასაკვირველია, 5000 საერთაშორისო ერთეული შედის და განსხვავება ამ ორ პროდუქტ შორის არის ის, რომ თუ ხანგრძლივად ჭირდება პაციენტს, მაშინ დეტრივით K-ს უნიშნავს ექიმი, ვინაიდან სწორად ანაწილებს კალციუმს. პირდაპირ ძვლებში მიაქვს და არ ალაგებს სისხლძარღვებში. ამიტომ ეს შედარებით ახალი პროდუქტია ჩვენი კომპანიისთვის. შესაბამისად ამ პროდუქტზეც მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება. ომეგაზე უნდა გადავიდეთ ახლა. აუცილებლად. ომეგა-3-ის ხაზზე. ამ ჯგუფში ჩვენ გვაქვს ომე-3-ის ბრენდი, რომელიც რამდენიმე ფორმით გვაქვს წარმოდგენილი. ჩვეულებრივი ომე-3 1000 მილიგრამი. ეს არის 6 წლის ასაკიდან დასანიშნი. ომეგას მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბრებ, იმდენჯერ გვაქვს უკვე ნასაუბრები, თუმცა ორი სიტყვით მაინც ვიტყვი, რომ აი კოგნიტური უნარების გაუმჯობესება, მეხსიერება, კონცენტრაცია, აი ასეთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია ეს უჯერი ცხიმოვანი მჟავები. თუ ჩვენი პატარები არ მიირთმევენ თევზს. ამიტომ აუცილებელია რომ საკვები დანამატის სახით მივცეთ მას. მაგალითად ომე-3-ში. თევზსაც გააჩნია ყველა თევზშიდაც არ შედის ის საჭირო ვიტამინები, რომელი ვიტამინებიც უფრო ალბათ ოკეანის თევზებს განსაკუთრებით აბსოლუტურად გეთანხმებით, ხო არ ვიცით როგორ არის მოპოვებული. ამიტომ
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ჭამენ ჩვენი პატარები. აქ კიდევ უფრო რთული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ ომესამი ჟელი, რომელიც აი თქვენთან დევს, აი ეს გახლავთ ჟელიბონები, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს ის გემო. სხვადასხვა ჟელიბონები. დიახ, ომეგა-3-ის გემო, რომლითაც აპროტესტებენ ჩვენი პატარები, ხო, ძირითადად ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტების მიღებას. ამიტომ აქ ხილისასიამოვნო არომატი აქვს და მშობელიც მშვიდად არის, ძალიან მარტივად მისცემს ამ სახით ომეგა-3-ს. რაც შეეხება ომესამ-დ3-ს, აი ომესამ-დ3-ზე ვიტყვი, რომ აი ვისაც სჭირდება D ვიტამინი და ომეგა-3-ის ერთად დალევა. მარტივად მოუხსნით ამ პრობლემას. მოსახერხებელი დოზირება 2 კაფსულაშია მოთავსებული D ვიტამინიც და ომეგა-3-იც და მაგალითად ომესამ-დ3-ს აქვს 3 ფორმა, ომესამი-დ3 1000, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით. თუ პაციენტს სჭირდება D ვიტამინი 2000 საერთაშორისო ერთეულით. ომესამ-დ3-ში 2000 გახლავს D ვიტამინი. ამიტომ ძალიან მარტივია. ერთი კაფსულით მიიღებს. დიახ, ერთი კაფსულით მიიღებს. ცინკოვიდის ოჯახზე უნდა გადავიდეთ. და ომესამი ჯუნიორიც ხო არ დავასრულოთ პარე. დიახ, გამომრჩა, დიდი მადლობა. ომესამი ჯუნიორი, ეს არის 6 წლის ასაკიდან, უკვე ალუბლის გემო აქვს, გადასაყლაპი კაფსულა არის და აი შეფუთვაც ისეთი არის. ეს გადასაყლაპი. დიახ, გადასაყლაპია. შეფუთვაც ისეთი აქვს. ნახეთ, აი თინეიჯერულ ასაკში ძალიან ესეთი ძალიან მოსახერხებელია და მისაღებიც არის. ეს კაფსულა ოთარი მხარი გადაყლაპა ერთი ძალიან. ამიტომ ომესამ ჯუნიორზეც მიმდინარეობს ასევე ომესამ ჯუნიორზე მიმდინარეობს 50%-იანი ფასდაკლება PSP-ს აფთიაქო ქსელში. ცინკოვიდის ხაზზე ვიტყვი, რომ ცინკოვიდ იმუნო, ცინკოვიდ ნეირო, ცინკოვიდ კარდიოზე მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება. ძალიან ცნობილი პროდუქტია, უკვე ცნობილი პროდუქტია. ცინკოვიდ იმუნოზე ვიტყვი, ნინო ერთ რამეს ნახეთ, მხოლოდ საპრევენციოდ არ გამოიყენება. აი უკვე როდესაც გაციებულია პაციენტი, მასში შედის C ვიტამინი 1000 მგ, D ვიტამინი თუთია, ამიტომ აი ამ პერიოდშიც, როდესაც რესპირაციული ვირუსები ხა ძალიან ძვინვარებს, არა მხოლოდ საპრევენციოდ შეგვიძლია, არამედ აი მწვავე პროცესში შეგვიძლია, რომ მიცეთ სამკურნალო მედიკამენტი. C ვიტამინი მასში შედის 1000 მგ. ამიტომ ვიცით C ვიტამინის როლიც ახლა ამ დროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის და გაციების დროს, აი მწვავე პროცესში, ამიტომ შეგვიძლია ვურჩიოთ. ცინკოვიდ ნეიროს რაც შეეხება ნეიროზე ნეიროში შედის ყველა B ჯგუფის ვიტამინი, მათ შორის მაგნიუმიც და აქ უკვე აი ძალიან ეფექტურია, ნახეთ რა დროს, როდესაც აი კონცენტრაციის უნარი აქვს ადამიანს და დასწავლა კოგნიტური თვისებებიც გასაგებია. კოგნიტური უნარები, აი შფოთვა მაგალითად, ძილის დარღვევა და ასე შემდეგ. თუმცა საძილე საშუალებაზე აუცილებლად ვიტყვი, საძილი არ არის, ასე არ გაიგოს ჩვენმა მოსახლეობამ. ეს არის დღის განმავლობაში აი შფოთვის შემამსუბუქებელი საშუალებაა. რაც შეეხება კალცერონს, ეს არის კალციუმი და D3 შუშხუნააბია, რა თქმა უნდა, ამაზეც 1+1 მიმდინარეობს შეთავაზება. ძილს დავასრულებ, ძილის პრობლემა ვისაც აქვს. ნექსინაიტი გვაქვს ამ შემთხვევაში. ნექსინაიტი, ეს არის მელატონინი 5 მგ, მაგნიუმი და B6. ნახეთ როგორი შემადგენლობა აქვს, აი აბსოლუტურად ნეიროცენტრალურ შთამბეჭდავი. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ არ არის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ასეთი ტიპის პროდუქტები. შესაბამისად, აი ცენტრალურ ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს, ხო და თან მელატონინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, 1+1 შეთავაზებაა. ნექსი B6, ეს როდესაც მარტო მაგნიუმი და B6 ჭირდება პაციენტს, აი ამ შემთხვევაში ნექსი B6 გვაქვს ჩვენს პორტფელში. აუცილებლად უნდა ვთქვა შვანტის სტრესზე. 21 საუკუნეში სტრესი არის ჩვენი ცხოვრების ალბათ თანდევი, ხო? და ვებრძვით აი ამ სტრესს. რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია. აუცილებლად ყველა ვიღებთ გარკვეული დოზით სხვადასხვა სახის სტრესს დღის განმავლობაში. აუცილებლად და სხვადასხვა გამომწვევი მიზეზით. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ზოგჯერ გვჭირდება ხო რაღაც მივიღოთ, ხო, სტრესის მომხსნელი საშუალება და პირველი არჩევის პრეპარატი ამ დროს აუცილებლად არის მცენარეული საშუალება. ამ შემთხვევაში აშვანტის სტრესში შედის აშვაგან და ელტრიპტოპანი, მაგნიუმი და B6, აქაც როგორი შემადგენლობა აქვს, მათი სინერგიული მოქმედებით ეს სტრესი ძალიან კარგად იხსნება დღის განმავლობაში. ჰიდრობალანსზე ვიტყვი, ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ჰიდრობალანსზეც მიმდინარეობს 1+1, ეს არის წყალმარილოვანი კონცენტრაციის, კი, აღდგენი ალკორესტი ნაბახუსევის საშუალება არის, ნაბახუსევის შესამსუბუქებელი საშუალება არის და ძალიან კარგად ხსნის აი ამ ნაბახუსევის სიმპტომებს. ყველა ამ პროდუქტებზე ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, ხელში რაც გიჭირავთ, ეს შუგარ ნორმია. ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. რაც შეეხება ამ აქციებს, PSP-ს აფთიაქო ქსელში მიმდინარეობს 1+1 17-დან 21 ნოემბრის ჩათვლით. დიდი მადლობა, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა.
კიდევ გველოდებით ჩვენთან სტუმრად გადაცემაში. მადლობა.